დღეს ჩატარდა საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურაში მორიგი ბრიფინგი, რომელსაც მინდა გამოვეხმაურო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით. დღეს რეჟიმმა განაცხადა, რომ რეჟიმის კრიტიკა, მათ შორის კრიტიკა უცხოელ პარტნიორებთან, ნებისმიერი შეხვედრა, საზღვარგარეთ ჩანიშნული ვიზიტი, აზრის გამოხატვა და სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და საქართველოს მოქალაქეების დაცვა არის კრიმინალი, არის დანაშაული და ისჯება პატიმრობით ივანიშვილის რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. ეს არის ღია დასტური იმის, რომ ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აკრძალული იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ აკრძალული იქნება ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატვა, სადაც გაუქმდებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ასევე გაუქმდება საგანმანათლებლო დაწესებულებები უნივერსიტეტების სახით, გაუქმდება თავისუფალი მედია, გაუქმდება სამოქალაქო სექტორი და გაუქმდება საქართველო როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი სახელმწიფო. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქადის ჩვენს ქვეყანას. მეორე, რაც ნამდვილად აჩვენა დღევანდელმა ბრიფინგმა, არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია. და ეს არის ჩვენი ერთიანობა. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენ ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში 2012 წლიდან არის და არასოდეს არც ერთ მომენტში უკან არ დაუხევია, დღეს ივანიშვილს მინდა გითხრათ, ძალიან ღიად არ ეშინია არც ერთი პოლიტიკური პარტიის, არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების, არც ერთი პოლიტიკური ლიდერის და არც ერთი პოლიტიკოსის, მაგრამ ძალიან ეშინია ჩვენი ერთიანობის. და ადამიანები, რომლებსაც უკვე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში იქნებოდნენ თავისუფლებაზე, ნიკა მელიას სახით, ნიკა გვარამიას სახით, ელენე ხოშტარიას სახით, გიორგი ვაშაძის სახით, ზურაბ ჯაფარიძის სახით, მათ ტოვებენ ციხეში მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ფართო საზოგადოებრივ პოლიტიკური ერთიანობა რეჟიმის დამარცხების მიზნით. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი, როგორც მთავარი ოპონენტი და ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმის მთავარი პოლიტიკური საფრთხე, დამატებით რამდენიმე წლით ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დარჩება უკანონო ტყვეობაში Facebook პოსტების გამო. ეს არის სწორედ ის აბსურდულობის ფაზა, რომელშიც დიქტატურა შევიდა და ჩვენი ერთადერთი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა, სწორედ ამიტომ ახლაც მინდა ძალიან ცხადად უთხრა რეჟიმის წარმომადგენლებს, რომ იმ ბრძოლას, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ეწევა ქვეყნის შიგნით, ისე როგორც ქვეყნის გარეთ, სადაც ნაციონალური მოძრაობის საგარეო გუნდმა სულ რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი ჩაატარა უმნიშვნელოვანი შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მოადგილეებთან, ევროკომისრებთან, სწორედ იმ მიზნით, რომ საქართველოს მოქალაქეებს ავაცილოთ ის უდიდესი საფრთხე, რის წინაშეც რეჟიმმა ისინი დააყენა უვიზო მიმოსვლის წართმევის გზით და ეს სანქციები ნაცვლად ამისა დაეკისროს ივანიშვილს, მის გარემოცვას, პროპაგანდისტებს, მოძალადეებს, ამ საქმიანობასაც, ისევ როგორც ბრძოლას ქვეყნის შიგნით, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოში, იქნება ეს ქუჩაში, იქნება ეს სამოქალაქო აქტივისტებთან, იქნება ეს სხვა პოლიტიკოსებთან, ყველა ფრონტზე, შიდა თუ საგარეო ფრონტზე, ეს პარტია, რომელიც არასოდეს უშინდებოდა ბრძოლას და არ შეუშინდება არც დღეს და არც ხვალ, გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის შიგნით, ისევ როგორც ქვეყნის გარეთ, ამ მოღალატეობრივი, დანაშაულებრივი რეჟიმის დასასრულებლად. ვიბრძოლოთ, სანამ გვაქვს ამის შესაძლებლობა, სანამ გვიან არ არის, როგორც მზია ამაღლობელმა თქვა, იმიტომ რომ გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება, როგორც ეს ზურა ჯაფარიძემ თქვა, ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. ამისთვის აუცილებელია ერთობა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ დაიშურებს ძალისხმევას ამ ფართო საზოგადოებრივ პოლიტიკური ერთობისთვის.